საჯარო კითხვები ბიძინა ივანიშვილს, პარტია ქართული ოცნების წევრებს, მათ მხარდამჭერებს, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს. პირველი კითხვა. საჭიროა თუ არა მონანიება და ბოდიშის მოხდა რუსებისა და აფხაზების წინაშე, როცა ეს არ გაუკეთებია მთავარ დამნაშავეს რუს აგრესორებს. ამის მზაობა ქართველების მიმართ არ გამოუხატავს არც მის მორჩილ აფხაზ და არც ოს სეპარატისტებს, თანაც იმ პირობებში, როცა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არასდროს დაუფიქსირებია საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული არც ოსების, არც აფხაზების წინაშე, როცა არა ოსები ან აფხაზები, არამედ სწორედ ქართველები არიან განდევნილი საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან, რომლებსაც მათგან განსხვავებით არ აქვს საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება. მეორე. თუ მართლა მოსანანიებელია ოსებისა და აფხაზების წინაშე, რატომ არ გააკეთა ეს 34 წლის მანძილზე საქართველოს პატრიარქმა, წმინდა სინოდმა, სხვა სასულიერო პირებმა, გოგა ხაინდრავამ, რომელიც აფხაზეთის ომის დროს იყო შევარდნაძის სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხში, აგრეთვე შევარდნაძის უკანონო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. მესამე კითხვა. რატომ დღემდე არ დასვით საკითხი 1992 წლის 2 იანვარს კანონიერი ხელისუფლებისა და მისი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იარაღის ძალით დამხობის, მშვიდობიანი აქციების, სასტიკი დარბევების, დასავლეთ საქართველოში განხორციელებული სადამჟელო ოპერაციების დროს დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანების მიმართ მონანიების შესახებ. მეოთხე. რატომ მოხდა, რომ გამოგონილი ბრალდებები დაამხეს და მერე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ზვიად გამსახურდიას, აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამავე დროს უამრავი ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, როგორც ეკლესიის, ისე ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე არ დაისაჯა არც კომუნისტები და არც შევარდნაძის რეჟიმი, დაგმობითაც კი არ დაუგმია არავის ისინი. თუ ვინმე დაადანაშაულებს ამაში ზვიად გამსახურდიას, რომ ეს პირველ რიგში მას უნდა გაეკეთებია, შევახსენებ ყველას, რა ამბავი ატეხეს პუჩისტებმა 1991 წლის აგვისტო-სექტემბერში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, როცა კიდევ ერთი ჩადენილი დანაშაულისათვის კომუნისტები დეპუტატები გაუშვა უზენაეს საბჭოდან. კითხვები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს. მეხუთე კითხვა. რატომ მიდიოდა სასულიერო პირების მხრიდან ამბიონიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ანტიმართლმადიდებლურ ძალად გამოცხადება, რომელსაც არათუ ეკლესია მონასტრები არ დაუნგრევია და სასულიერო პირები არ უნდევნია, არამედ პირიქით ჯერ კიდევ კომუნისტების, კერძოდ ჟავანაძისა და შევარდნაძის დროს იცავდა მართლმადიდებლობას აგრესიული ათეიზმის რეჟიმის ხელყოფისაგან. თუ მათ არ იცოდნენ, რომ სწორედ ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი მმართველობის პერიოდში მოხდა საეკლესიო ცხოვრების დიდი აღორძინება. მეექვსე. რატომ იყო საპატრიარქოსა და სასულიერო პირების უმრავლესობა ლოიალურად განწყობილი რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების მიერ იარაღის ძალით თავს მოხვეული შევარდნაძის მიმართ, რომლის საბჭოთა მმართველობის დროსაც იქნა ჩადენილი უამრავი დანაშაული ეკლესიის წინაშე. მეშვიდე. თუ რუსეთი ერთმორწმუნეა ბრჭყალებში, დასავლეთი კი ბრჭყალებში რხმის საქართველოს და დევნის ბრჭყალებში მართლმადიდებლობას, ანუ ამერიკელები და ევროპელები უხთოები არიან, რატომ გაუქმდა სწორედ რუსების დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, დაინგრა უამრავი ეკლესია მონასტერი, ხორციელდებოდა სასულიერო პირების მასშტაბური დევნა და ფიზიკური განადგურება, ფუნქციების წართვება, უამრავი სიწმინდეების იავარყოფა, ხოლო ბრჭყალებში უხთო ამერიკელების ბრჭყალების ბატონობის დროს პირიქით ჯერ კიდევ 1990 წელს მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა, რომელიც ცნობს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. სტალინის დროს იგი არავის უცვლია შოთა შორის.
დაეხმარა დაზიანებული ეკლესიების აღდგენაში, გახსნა ახალი ეპარქიები, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში, კანადაში, თურქეთში, დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ანუ ქართული მართლმადიდებლური სიტყვა გაჟღერდა ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში. მასალები ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ესეთ შემდეგ ვებგვერდზე ქართული ეკლესიები უცხოეთში და თუ გნებავთ შემიძლია გადმოგიზავნოთ ეს მისამართი. მერვე კითხვა, თქვენი მხრიდან ხშირად ისმის აშშ-სა და დასავლეთის როგორც გამრყნელი და ანტიმართლმადიდებლური ქვეყნების მწვავე კრიტიკა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ფაქტებს. თუ მაინც ასეა, რატომ არ აკრიტიკებთ რუსეთს, სადაც ხდება პირველი და უმთავრესი ფუძემდებლური ცნებების დარღვევა? მე ვარ უმფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენ და ღმერთი უცხონი ჩემს საგარიშე. აქ იგულისხმება ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, მოსკოვში დასვენებული კერპი, საქართველოს დამპყრობის და ტერის ნომერ პირველი იმპერიალისტის ლენინის სახით, რომელსაც თაყვანს ასცემს რუსეთის მილიონობით მოქალაქე, აგრეთვე იქვე წითელ მოედანზე არსებობს ღვთისმგონელთა მთელი პანთეონი, გაზეთ ბეზბოჟნიკის რედაქტორის იაროსლავსკის მეთაურობით, სადაც პიონერებში იღებენ ბავშვებს, ანუ ზრდიან მომავალ ღვთისმგონელებს. ასევე გაუგებარია, რატომ არ ხდება რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილების მხილება აფხაზეთის ომისა და რუსეთის უკრაინაში აგრესიის კურთხევის გამო? მეცხრე, სად იყო მართლმადიდებელი ეკლესიისა და ზოგადად რელიგიის მასობრივად დევნა 20 საუკუნეში აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში თუ რუსეთში? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, პარტია ქართული ოცნების წევრებს, მათ მხარდამჭერებს, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პატრიარქის თანამოსაგნეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს. მეათე კითხვა, რაში გამოიხატება სააკაშვილის ჭყალებში სატანიზმი? რატომ უწოდებდა ოცნების ხელისუფლება საპატრიარქო სასულიერო პირების უმეტესობა მას ეშმაკის მოციქულს მოითხოვდა და ახლაც მოითხოვს მის საჯარო დაგმობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საპატრიარქოს გამოეყოფოდა 20 მილიონი ლარი. აღდგა და აშენდა 1000-ზე მეტი მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობა. კერძოდ, მახათის მთაზე ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, დაიწყო ლარსის ლავრის კომპლექსის მშენებლობა, აღდგა ბაგრატის ტაძარი. მართალია, მას მოუძებნეს ჭყალებში ნაკლი, რომ მასში არაკანონიკური ელემენტებია დართული, მაგრამ ფაქტია, რომ იგი საპატრიარქომ აკურთხა და ამჟამად ამ ჭყალებში არაკანონიკურ ტაძარში საპატრიარქოს მიერ აღესრულება მართლმადიდებლური მსახურება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ფოთში, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩარევის შემდეგ კომუნისტების მიერ თეატრად გადაკეთებულ ტაძარს დაუბრუნდა თავისი ეკლესიური ფუნქცია. ასევე სწორედ მაშინ მოხდა სასულიერო პირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ხატების, სხვა სიწმინდეების სასულიერო ლიტერატურის საოცარი ტემპებით მატება. მე-11, თუ სააკაშვილს სატანა უნდა უწოდო გამოგონილი მიზეზებით, რატომ არ დაიგო მაშინ არავინ წითელი ინტელიგენციის არავინ არ დაგმო სააკაშვილის წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები, გიგალორ ქიფანიძე, მეღვინე თუხუცესი და სხვები, როცა ისინი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ ფოთის ტაძრის დაბრუნებას საპატრიარქოსათვის? აი აქ არის, ესე იგი, ასე მდგომარეობაში იყო ერთმორწმუნე რუსეთის დროს ბაგრატის ტაძარი. ასეთი სახე მიიღო ბაგრატის ტაძარმა ჭყალებში სატანისის სააკაშვილის დროს განხორციელებული რესტავრაციის შემდეგ. კომუნისტების მიერ თეატრად გადაკეთებული ფოთის საკათედრო ტაძარი არის ესა და აი ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატრიარქოსათვის გადაცემული და აღდგენილი ფოთის საკათედრო ტაძარი რესტავრაციის შემდეგ. კითხვა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს
პატრიარქის თანამოსამყრეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს.
ზვიად გამსახურდია წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მისმა ქვედანაყოფებმა და ესე მათი სიტყვებით გაანთავისუფლებს ჭყალებში, რა თქმა უნდა, ანძას. საერთოდ ესე იგი აი ეს ოპოზიციური პარტიები გავიდნენ მაშინ რა ქვია ეთერში და თავის პროპაგანდიულ საქმეებს, ესე იგი შაბლელ საქმეებს აკეთებდნენ. კითხვა ბიძინა ივანიშვილს, პარტია ქართული ოცნების წევრებს, მათ მხარდამჭერებს, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პატრიარქის თანამოსახდრებს, მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს. მე-14 კითხვა. თვლით თუ არა კანონიერად 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულ ხელისუფლებას და მის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. მე-15 თუ თვლით 1991 წლის 22 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარს განხორციელებულ გადატრიალებას, როგორც უცხო ქვეყნის რუსეთის შემოჭრას, მის მიერ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, კანონისა და კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, შესაბამისად, უკანონო მის მიერ იარაღის ძალით თავს მოხვეულ ხელისუფლებას, ხომარი იქნებოდა სამართლიანი და სრული ლეგიტიმიზაციის მომტანი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადადგომა, კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მის მიერ ყველა დონის არჩევნების დანიშვნა, ცსკ-ს პოლიტიკური პარტიების მიერ პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტება, რომელიც მოახდენდა არჩევნების სამართლიან ჩატარებას და ხმების ობიექტურ დათვლას. კითხვა ბიძინა ივანიშვილს. მე-16 თქვენი მტკიცებით აშშ-სთან და დასავლეთ ევროპასთან დაპირისპირების მიზეზი ლგბტ პროპაგანდის კანონია, რომლის მიღებასაც გაიძულებდნენ ეს ქვეყნები, თანაც ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. ამ კითხვის დასმამდე მინდა მოვიყვანო ამონარიდი თქვენი გამოსვლიდან 2019 წელს. მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან საბა ისევ ჯიუტად მიისწრაფოდა დასავლეთისაკენ და თავისი ჭყალებში სიტყვის კონით კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში. მიისწრაფოდა სულხან საბა არა იმიტომ, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება. ამავე გამოსვლაში თქვენ ქართული ბუნების გამოვლენად მოიხსენეთ ასევე ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი ვაჟა ფშაველა. აი თქვენი სიტყვები. საქართველომ თავისი კუთვნილი კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. თქვენ გადმოსცემთ ვაჟა ფშაველას სიტყვებს. ქართული სახელმწიფო, საქართველოს ეკლესია, ერი და ბერი ერთიანია ამ ევროპულ არჩევანში. დააკვირდით. ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და შემწყნარება ის ფასეულებებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე გამჯდარია ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად. ეს მასალა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აი ამ მისამართზე, ესეც შემიძლია გადმოგიზავნოთ საქართველოს გზა ევროპისაკენ. ეს არის 2019 წლის გამოსვლიდან, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან. როგორც ვხედავთ, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პროპაგანდის კანონი უკვე მოქმედებდა ევროპაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, არა მარტო სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია, არამედ თქვენც, ბატონო ბიძინა და ოცნებად, თქვენი სხვებით მხურვალედ უჭერდით მხარს ევროპულ მიმართულებას. ყოველ შემთხვევაში გარეგნულად და სიტყვერად მაინც საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ზოგადად დასავლურ კლუბს. მეტიც, ოცნება ამაყობდა ევროკავშირის მიერ ევროლიბერალიზაციისა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მიღების გამო. და უცებ ჯერ 2023 წლის დასაწყისში, მერე კი ხელახლა 2024 წლის მარტში უცხოური გავლენების გამტირვალობის შესახებ პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონით, აგრეთვე 29 აპრილს წარმოთქმული სიტყვით, თქვენ ბატონო ბიძინა და მასთან ერთად ქართული ოცნებად თავისი განცხადებებით 180 გრადუსით შემოატრიალეთ თქვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, კითხვა თქვენ და ოცნების წევრებს.
როდის იყავით გულწრფელი, როცა ამაყობდით ევროლიბერალიზაციით და კანდიდატობის მიღებით, თუ როგორც ახლა ამტკიცებთ, დასავლეთი რყმის და თანაც იგი საქართველოს მტერია? თუ დასავლეთი ასეთი გარყვნილია და თუ თქვენი თქვით ასეთი საშიშროება არსებობს, რატომ მოუწოდეთ 2019 წლის ნოემბერში საქართველოს მოსახლეობას დასავლეთში სამუშაოზე წასვლა? ამის შედეგად ხომ დასავლეთში 200,000 საქართველოს მოქალაქე გავიდა, მათ შორის 70,000 ახალგაზრდა. კითხვა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს. მე-17 კითხვა: თუ დასავლეთი სოდომად მიგაჩნიათ, ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას 2019 წლის ნოემბერში საქართველოს მოსახლეობას დასავლეთში სამუშაოზე წასვლის შესახებ? მე-18 ოცნებისა და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ართმევთ მოსახლეობას, რომ ოპოზიცია რყმის მოსახლეობას, თქვენ კი ემხრობით ოჯახის სიწმინდეებს და სპეციალურ აქციებს ატყობთ ამასთან დაკავშირებით. ამ დროს თქვენი პარტიისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრები სამხარაძე, ყაველაშვილი, თბილისის მერი კალაძე, კიდევ ბევრი თქვენი თანაპარტიელი მილტვისიტყვაობენ ეთერში. აღდგომის დღეებში მობილურებით აგინებენ აქციის მონაწილეებს. ასეთ ვითარებაში რამდენად გულწრფელად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი ბრძოლა ამ მიმართულებით? მე-19 მხარს უჭერთ თუ არა ევროკავშირში შესვლას? თუ დაველოდებით, როცა იგი, როგორც ამას თქვენ და ოცნება მოითხოვთ, გააუქმებს გარყვნილების კანონს და დააგება ზნეობრივ გზას? კითხვა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს, სასულიერო პირებს. მე-20 კითხვა: თუ ლგტბ პროპაგანდა ასეთი საშიშია, რატომ ხსნის საპატრიარქო იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებულია ლგბტ პროპაგანდა, ანუ აშშ-სა და ევროპაში, ასევე სხვა ქვეყნებში, თავის ეპარქიებს, საგზავნის იქ არსებულ ეკლესია-მონასტრებში მსახურებისათვის სასულიერო პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რაც თავარია, სადაც მათი შვილები სწავლა-განათლებას იღებენ იქაურ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, არ ექნებათ მათ, როგორც თქვენ ამბობთ, გარყნის საშიშროება? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, მის მხარდამჭერებს. 21 რატომ აგზავნით და ასწავლით თქვენ შვილებს აშშ-ში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში? ივანიშვილზეა ლაპარაკი, კალაძე, ღარიბაშვილი, ყაველაშვილი, ვოლსკი და ოცნების სხვა წევრები, სადაც დაშვებულია ერთსქესიანი ქორწინება, ანუ გარყვნილ ქვეყნებში. სხვის შვილებს იცავთ მავნე გავლენებისაგან და თქვენსას არა? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს, სასულიერო პირებს. რას ნიშნავს ზოგადად გარყვნილების წინააღმდეგ პროპაგანდა? ჩაითვლება თუ არა ბერძნული, ინდური, სხვა ქვეყნების რელიგიები და ხელოვნება, ტიციანის, მიქელანჯელოს, მოდელიანის, გუდიაშვილის და სხვათა მიერ დაწერილი შიშველი ნატურები, ფროიდის, ადლერისა და სხვათა შრომები, ბოკაჩიოს დეკამერონი, არაბული ზღაპრების კრებული, 1001 ღამე, ვისრამიანი, ირვინგ-სტოუნის მიქელანჯელოს ბიოგრაფია, სადაც აღწერილია მიქელანჯელოს სიყვარული ახალგაზრდა ყმაწვილთან, ტურგენევის ზაზნაურთა ბუდე, ტოლსტოის ომი და მშვიდობა, ბოლო ამ ორ ნაწარმოებში ნახსენებია ახლო-ნათესავების ერთმანეთზე ქორწინების წესი, რომელიც ჩვეულებრივი იყო მე-19 საუკუნის მართლმადიდებლურ რუსეთში, დოსტოევსკის ეშმაკნი, არასრულწლოვანი პატარა გოგოს ვნებანი უფროსი ასაკის მამაკაცის მიმართ, საბჭოთა კლასიკოსის მიხეილ შოლოხოვის წყნარი დონი, ძმის დასთან არშიყი, მამის მიერ ქალიშვილის გაუპატიურება,
ასევე მიხეილ ჯავახიშვილის დაყოს ხიზნები, გარსია მარკესის მარტოობის 100 წელი, ლიოსას და სხვა ავტორების ნაწარმოებები, ფილმები, ლონდრე, უდიპლომო სასიძო, რაც გინახავს ვეღარ ნახავ, აქ სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართული მკრეხელური სცენებია, შეხვედრა წარსულთან, მოგეხსენებათ, იქაც შიშველი პერსონაჟი არის გამოყვანილი, კიდევ სხვა ბევრი საბჭოთა ფილმი, ბალეტის ნახევრად შიშველი ქალები და მსგავსი რამ LGBT-ს და გარყვნილების პროპაგანდად. კითხვა ბიძინა ივანიშვილს. ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს სასულიერო პირებს. 23 კითხვა. თუ LGBT პროპაგანდის შედეგად აშშ მართლმადიდებელმა მთელი ევროპა მართლა გადაგვარებულია კაცთან წელს და ქალი ქალთან, რატომ მრავლდება მათი მოსახლეობა და კლებულობს საქართველოს რუსეთის სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობა, სადაც ეს პროპაგანდა აკრძალულია? კითხვა ბიძინა ივანიშვილს ოცნებას, მის მხარდამჭერებს. 24. თქვენ და თქვენმა თანაპარტიელებმა 2024 წლის 29 აპრილს კონტრაქციის მონაწილეებს განუცხადეთ, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად. რაში გამოიხატება თქვენი ბრძოლა საქართველოს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად? თუ სწორია ჩვენი ეჭვები, კანონი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ არ შეეხება საქართველოში მოქმედ საბჭოთა სპეცსამსახურებს, სუქს, ანუ კგბ-ს, ანუ სდს-ს, ანუ გურუს და რუსეთის უფბ-ს, ანუ ფსბ-ს. თქვენი აზრით, ვისგანაა დასაცავი საქართველო რუსეთისაგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, თუ მხოლოდ აშშ-ს და დასავლეთ ევროპას, რომლის ერთი ჯარისკაციც კი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე? კითხვა ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას, საპატრიარქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს სასულიერო პირებს. შეიძლება უტოლოთ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას, ევროპისაგან და აშშ-სთან ურთიერთობების გაწყვეტას, ვინ უნდა დაგვირთვას მომავალში რუსეთის აგრესიისაგან, თვითონ რუსეთმა? კითხვა ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს სასულიერო პირებს. 25 კითხვა. თუ დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირების სიტყვიერ გამონათქვამები ან განცხადებები არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, თქვენი აზრით, რა შეფასება შეიძლება მიეცეს 1991-12 წლებში რუსეთის ჯარებისა და სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულ კანონიერი ხელისუფლების დამხობას, 1993 წლის ბალტინის ჯარების ქართველების დასახელებას შემოყვანას, რუსეთის მიერ ჩადენილ სხვა თავხედრულ და დანაშაულებრივ ქმედებებს? კითხვა ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს სასულიერო პირებს. რა შეფასებას მისცემთ აშშ-ს 2022 წლის 13 ივნისის განცხადება, სადაც იგი 1991-12 წლების გადატრიალებას რუსეთის საქართველოში შემოჭრას უწოდებს და თუ ეთანხმებით, რატო ოფიციალურად არც ერთხელ არ დაგიგმიათ იგი, როგორც რუსეთის აგრესია? რატომ არ გამოიძია თქვენმა ხელისუფლებამ რუსეთის 1991 წლის 22 დეკემბრის ინტერვენცია, კანონიერი ხელისუფლების და პრეზიდენტს ვიად გამსახურდიას დამხობა და მისი მკვლელობა? კითხვა ბიძინა ივანიშვილს ოცნებას, მის მხარდამჭერებს. რატომ ერთხელ მაინც არ ახსენეთ თქვენს 2024 წლის 29 აპრილის გამოსვლაში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ფუძემდებელი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვიად გამსახურდია? კითხვა ბიძინა ივანიშვილს. რატო აფინანსებთ საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფს, კონკრეტულად კი პუტჩისტებს,
რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ 1991 წლების დეკემბერ-იანვრის გადატრიალებაში და კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და ხელისუფლების დამხობაში, რომლებიც ჩადიოდნენ ღალატს და გვერდზე ედგნენ რუსეთის ჯარს, მის სპეცსამსახურებს, ამავე დროს იგნორებას უკეთებს მის მსხვერპლს უზენაეს საბჭოს, ადგილობრივი ხელისუფლების დეპუტატებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, მშვიდობიანი აქციის დროს დაღუპულებს, რომლებმაც ერთგულება შეინარჩუნეს და არ უღალატეს თავის ქვეყანას. თქვენი აზრით, მოღალატეებმა დაიმსახურეს პრივილეგიები, ხოლო ერთგულმა პატრიოტებმა კომპენსაციაც კი არა? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსამყრეს მეუფე შიოს სასულიერო პირებს. 21. ეთანხმებით თუ არა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 2008 წელს რუსეთი ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემოიჭრა საქართველოში და თუ ეთანხმებით, რატომ აბრალებთ ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდით ომის დაწყებას საქართველოს 2011-2012 წლებში და შემდეგაც. ახლა კი დამატებით დასავლეთს. 31. თქვენი აზრით, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო კანონებით აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სეპარატისტული ძალების აღკვეთისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის უფლება, როგორც ეს რუსეთმა ჩეჩნეთის მიმართ გააკეთა, ხოლო კი ხომ არ ვარაუდება, რომ რუსეთს ძლიერის უფლებით კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენა, სამხედრო ოპერაციის ჩატარება და ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურებაც კი შეუძლია, ხოლო საქართველოს როგორც სულს უცხო ქვეყნის მიერ იარაღითა და ცოცხალი ძალით მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგობის გაწევის უფლებაც კი არ აქვს? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსამყრეს, მეუფე შიოს სასულიერო პირებს. თუ ეთანხმებით, რომ რუსეთმა 2008 წლის ომით საქართველოს ნატოში შესვლა აღკვეთა და თუ ეთანხმებით, რას მივაწეროთ ზვიად გამსახურდიას იარაღის ძალის დამხობა და აფხაზეთის 1992 წლის ომი, მაშინაც ნატოში შესვლას საშიშროება არსებობდა? 33. რუსეთმა უმნიშვნელო რეაგირება მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე. ამავე დროს ომით უპასუხა საქართველოსა და უკრაინის მცდელობას 2008 და 2014-24 წლებში. თუ არ ეთანხმებით იმას, რომ ეს აშკარად მიუთითებს რუსეთის მცდელობაზე აღადგინოს დაკარგული იმპერია? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსამყრეს, მეუფე შიოს სასულიერო პირებს. 34. თვლით თუ არა დონბასს, ლუჰანსკს და ყირიმს უკრაინის ტერიტორიებად, რომლის გამოც მოხდა რუსეთის ამ ტერიტორიებზე შემოჭრა და თუ თვლით, რა შუაშია ბრალდება თითქოს დასავლეთმა დააპირისპირა ერთმანეთს რუსეთი და უკრაინა? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას. ბევრი თქვენი ამომრჩეველი მხრიდან მომისმენია, რომ თუ ადრე რუსეთი იყო ოკუპანტი, ახლა აშშ და დასავლეთია. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? 36. თქვენი აზრით, შეცდომა იყო სტამბოლში 1999 წელს აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერით გამოტანილი დადგენილება საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ, რომელიც სრულად სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა? 37. კითხვა. თუ აშშ-სა და დასავლეთს რუსეთის ადგილის დაკავება უნდოდა, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა და თქვენი მომხრეები იმეორებდნენ, რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი საქართველოს ნატოში მიღებას? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ოცნებას. 38. თქვენი და ქართული ოცნების თქმით,
დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა და რომელთანაც თურმე მჭიდრო კავშირშია ოპოზიცია. რა საბუთები გაგაჩნიათ ამის დასამტკიცებლად? 39. რა განსხვავებაა deep state-სა და მასონებს შორის, რომელსაც თურმე ებრაელები მართავენ? 40. რა მიზანს ისახავს ომის პარტია საქართველოს მიმართ და ვის სასარგებლოდ მოქმედებს იგი, დასავლეთის თუ რუსეთის? თუ გლობალური პარტია მართლა ასეთი საშიშია, რატომ არასაჯაროებს მისი წევრების გვარებს და სახელებს, რომლებიც ამას გთხოვენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საფასურად? წინააღმდეგ შემთხვევაში საიდან ამტკიცებთ, რომ ისინი ახორციელებდნენ თქვენზე ზეტოლას, აგრეთვე რომელი ქვეყანა და რომლის ხელისუფლება ან და საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას, რათა მას წინააღმდეს საქართველოს მთელი მოსახლეობა და ერთიანი ძალით ამხილოს საჯაროდ აღკვეთოს მათი, როგორც თქვენ ამტკიცებთ, სახიფათო საქმიანობა. ამ კონტექსტში საინტერესოა, რატომ არ მოსთხოვა, არ შეშურდა ევროპამ ომში ჩართვა მოლდოვას? კითხვა ბინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას, მის მხარდამჭერებს. 41. თუ როგორც თქვენ ამტკიცებთ, საქართველოში არ ნახული ეკონომიკური ზრდა, რატომ მოუწოდეთ თქვენ, ბატონო ბიძინა და თქვენმა თანაპარტიელებმა 2019 წლის ნოემბერში მოსახლეობას დასავლეთში სამუშაო წასვლისაკენ, სადაც პირდებოდით მათთვის საუკეთესო პირობების შექმნას, რის შედეგადაც ქვეყანა დატოვა 200,000-მა ჩვენმა თანამომავლემ. სადაა თქვენს მიერ დაპირებული 100 ქარხანა, რომელიც დაასაქმებდა ამჟამად იძულებით ემიგრაციაში წასულ ადამიანების ნაწილს მაინც, თუ მოსახლეობა კეთილ დღეობას გაურბის? კითხვა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე-შიოს სასულიერო პირებს. 42. ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის ამ მოწოდებას მოსახლეობის დასავლეთში ჩვენი მოქალაქეების სამუშაო წასვლის შესახებ? კითხვა ბიძინა ივანიშვილის ოცნებას, მის მხარდამჭერებს. რის საფუძველზე იგულისხმეთ 2024 წლის 29 აპრილის გამოსვლაში კოლონიზატორად დასავლეთი და არა რუსეთი, რომელიც 224 წელი ეწევა დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ? კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე-შიოს სასულიერო პირებს. ჩაითვლება თუ არა კოლონიზატორულ პოლიტიკად მეფის რუსეთის მიერ 1801 წელს ჯერ ქართლ-კახეთის სამეფოში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში ჯარების შემოყვანამ. 1921 წელს კი საბჭოთა რუსეთის ჯარების უკანონოდ შემოჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რასაც მოყვა დამოუკიდებლობის გაუქმება და ქვეყნის ანექსია. 45. როდის და რომელ წელს მოხდა აშშ-სა და დასავლეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და კოლონიზაცია? თვლით თუ არა რუსეთის კოლონიზატორულ პოლიტიკა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად? საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას, ეკლესია მონასტრების გადათეთრებას, სამხედრო საწყობებად გადაკეთებას, მე-19 საუკუნეში ლურჯი მონასტერი მაგალითად, მათი სხვა კონფესიებისათვის გადაცემას, საბჭოთა პერიოდში კი საქართველოში 1000-ზე მეტი ასეთი ნაგებობების მასიურ მგრევას და ფუნქციის შეცვლას, მასმედიაში აგრესიული ათეიზმის პროპაგანდას, ლენინისა და სტალინის დროს უზარმაზარი ტირაჟით აგრესიული ათეიზმის ხადაგებელი გაზეთების ბეზბოჟნიკის რუსულად, მებრძოლი უხთოს ქართულად გამოცემას, მართლმადიდებელი და სხვა რელიგიების აღმსარებლობის ფაქტიურ აკრძალვას, პატრიარქის დევნას, მაგალითად ამბროსი-ხელაიას დაპატიმრებას, სხვადასხვა რანგის სასულიერო პირების დევნასა და განადგურებას.
აქ არის გაზეთი ბეზბოჟნიკი, სადაც მოთავსებულია პირველ გვერდზე სტალინის პორტრეტი და სტატია არის გვერდზე, მისი სტატია არ გეგონოთ, მაგრამ მაინც ნაროდი за мир, церковь за войну, ანუ ხალხები მშვიდობისათვის და ეკლესია ომისათვის. 57-ე თვლით თუ არა კოლონიზატორულ პოლიტიკას საბჭოთა პერიოდში ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილის დევნა განადგურებას. 58 თვლით თუ არა კოლონიზატორულ პოლიტიკას საბჭოთა პერიოდში გაუსაზღვის პირობებში უმძიმის სამუშაოებზე 10,000-ობით რუსეთის საბჭოთა იმპერიის მიერ საქართველოს რიგითი მოქალაქეების გადასახლებას. 59 თვლით თუ არა კოლონიზატორულ პოლიტიკას ქართველებისათვის უცხო რუსეთის ინტერესებში წარმოებულ ომებში ჩართვას. ფინეთის ომი, მეორე მსოფლიო ომი, ავღანეთის ომი, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის სადამსჯელო ოპერაციები და ასე შემდეგ. და ამ ომებში არაპროპორციულად დიდი რაოდენობის საქართველოს მოსახლეობის დახოცვას. 50-ე თვლით თუ არა კოლონიზატორულ პოლიტიკად ტოტალიტარული რეჟიმის მიერ სასტიკი ცენზურის თავს მოხვევას. 51 თვლით თუ არა კოლონიზატორულ პოლიტიკად ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის გამო პატრიოტთა მასობრივ დევნას, დაპატიმრებას და განადგურებას. 52 თვლით თუ არა კოლონიზატორულ პოლიტიკად საქართველოში დალადობით რუსიფიკაციის განხორციელებას, ეკლესიაში რუსული მსახურების თავსმოხვევას, საქართველოში ეროვნებათშორისო ენად რუსულის გადაქცევას, მეცნიერების განათლების სისტემის საინფორმაციო პოლიტიკის რუსულ ენაზე გადაყვანას. კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყრეს მეუფე შიოს სასულიერო პირებს. 53 არის თუ არა რუსეთის ნეოიმპერიალიზმის გამოვლენა. 1991-12 წლების დეკემბერ-იანვარში ეგრეთ წოდებული დემოკრატიული რუსეთის მიერ თავისი ჯარისა და სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და ხელისუფლების დამხობა და შევარდნაძის მარიონეტული ხელისუფლების იარაღის ძალით თავსმოხვევა, რამაც ქაოსში და უმძიმეს პირობებში ჩააყენა ქვეყანა. ბ. შევარდნაძის მიერ რუსეთის ჯარისათვის საოკუპაციო სტატუსის მოხსნა, მისი ბაზების 25 წლის დაკანონება, დალოვანი მინისტრების მოსკოვიდან დანიშვნა. C. რუსეთის 2008 წლის შემოჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. კითხვა ივანიშვილსა და ოცნებას მის მხარდამჭერებს. 54 რას ნიშნავს თქვენს მიერ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ დაანონსებული რეპრესიები, რომელიც თქვენი სიტყვებით დასავლეთმა მოიყვანა სათავეში და რა სახის სადამსჯელო ზომების მიღებას აპირებს ნაციონალებისა და მისი მილიონიანი მხარდამჭერების მიმართ. კითხვა ქართულ ოცნებას, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყრეს მეუფე შიოს სასულიერო პირებს. 55 მისაღებია თუ არა თქვენთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის მიმართ. კითხვა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, მის მხარდამჭერებს. 56 თქვენ ამტკიცებთ მძიმე მდგომარეობა მიიღეთ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან, უწოდებთ მათ სისხლიან რეჟიმს. თუ დანაშაულს ჩადიოდა სააკაშვილი და მისი გუნდი, რატომ არ დაგასანქცირებთ თქვენი ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო და ადამიანის მასობრივი უფლებების გამო? სწორედ თქვენ აშშ-მდან ევროპამ და არავითარი სანქციები არ გამოუყენებიათ მის წინააღმდეგ.
როგორ მისცა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა ბჭყალებში და ტოტალიტარულმა რეჟიმმა, როგორც თქვენ მას უწოდებთ, არ შეშრომდა ევროპამ ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება დემოკრატიული არჩევნების გზით. თუ ის დიქტატორი იყო, რატომ არ აკრძალა სააკაშვილმა ქართული ოცნება, როგორც ამას თქვენ აპირებთ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელიც არნახული დემოკრატიის დამყარებას პირდებოდით საქართველოს მოსახლეობას? თვლით თუ არა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მოხდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საგადასახო დისციპლინის გაძლიერება და ამ სფეროში კორუფციის მინიმუმამდე დაყვანა, რის შედეგადაც ბიუჯეტი 15-ჯერ გაიზარდა. ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ, სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? თვლით თუ არა, რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განხორციელდა ტურიზმის განვითარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება, რომლის მეშვეობითაც მკვეთრად გაიზარდა ბიუჯეტი? ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ, სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? მოხდა თუ არა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობისათვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, რომელიც შევარდნაძის რუსული და კორუფციული რეჟიმის დროს უცხოეთში იყიდებოდა, რის გამოც მოსახლეობა წყდიანში იმყოფებოდა? ვინ მიიღო ამ მხრივ უკეთესი მემკვიდრეობა სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? მოხდა თუ არა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დროს დასავლეთ საქართველოს და საქართველოს იმ რაიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზი კომუნისტების მმართველობის 70 წლის მანძილზე არ იყო გაყვანილი? ამ მხრივ ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? მოხდა თუ არა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ამ მხრივ რუსეთზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანა, როცა დაიწყო აზერბაიჯანიდან გაზის ბევრად იაფად შესყიდვა, $150, მაშინ როცა ევროპაში ბევრად ძვირი ღირდა რუსეთიდან მიწოდებული გაზი? რატომ მოხდა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დროს ლარის კურსის გამყარება? $1.77, ხოლო თქვენი მმართველობის დროს თითქმის ორჯერ გაუფასურება $2.85. რითი ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა თქვენი მმართველობის დროს სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით? თქვენ ამტკიცებთ, რომ ბენზინიდან და მარკლებიდან $1 მიდიოდა სააკაშვილის ჯიბეში. ახლა კი თქვენი მმართველობის დროს ბენზინზე, მარკლებზე და სხვა საქონელზე ფასმა მკვეთრად მოიმატა. ვის ჯიბეში მიდის ამჟამად მომატებული ფასებიდან შემოსული თანხები, როცა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა 12 წელი აღარაა ხელისუფლებაში? თქვენ ამტკიცებთ, რომ სააკაშვილის დროს ტარიფები გაზსა და ელექტროენერგიაზე ხელოვნურად იყო გაზრდილი და მოსახლეობას შეპირდით მისი მკვეთრად შემცირება. რატომ მოხდა თქვენი მმართველობის დროს ტარიფების არათუ შემცირება, არამედ კიდევ უფრო გაზრდა? არ თვლით, რომ ასეთი განცხადებები იყო შეგნებული ხალხის გასახიზიანებლად გაკეთებული დეზინფორმაცია, რომლის გამოც ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანაში პასუხისმგებელი ხელისუფლება ბოდიშს მოისმენდა და გადადგებოდა? მისაღები იყო თუ არა თქვენთვის სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განხორციელებული რუსული ბაზების გაყვანა ახალქალაქიდან და ბათუმიდან, რის შედეგადაც მოხდა სეპარატისტული ძალების დამარცხება სამცხე, ჯავახეთსა და აჭარაში, ასლან აბაშიძის დიქტატორული რეჟიმის დამხობა? ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? განხორციელდა თუ არა
თვეობითა და წლობით გაუცემელი ხელფასებისა და პენსიების დროულად მიწოდება. აგრეთვე მნიშვნელოვანი ზრდა 14 ლარიდან 150 ლარამდე სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, რომელიც ახლა თქვენი მმართველობის დროს დოლარის კურსი მხოლოდ მინიმალურად იმატებს. ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან და მისაღებია თუ არა მოსახლეობისათვის ამჟამად არსებული ტენდენცია? თქვენი მტკიცებით სააკაშვილის დროს ხდებოდა ზეტოვა ბიზნესმენებზე, თუ მართლა ასეა, როგორ იზრდებოდა საწარმოებისა და ორგანიზაციების შემოსავლები, რაც თავარია მათში დასაქმებული პერსონალის ხელფასები, ასევე ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც საწარმოებიდან ირიცხებოდა, თუ დაუბრუნეს ბიზნესი ნაციონალების დროს დაზარალებულებს და კონკრეტულად ვის მისაღები იყო თუ არა თქვენთვის სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განხორციელებული პოლიციის რეფორმა, ტექნიკური მოდერნიზაცია და კორუფციისაგან გათავისუფლება? ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მოხდა კრიმინალისა და ქურდების ინსტიტუტის ალაგმა, რომლის კანონსაც თქვენ მკაცრად აკრიტიკებდით, როგორც ადამიანის უფლების დარღვევად. თუ ცუდი იყო ეს ქურდების წინააღმდეგ მიმართული კანონი, რატომ დატოვეთ ეს კანონი მოქმედებაში თქვენ და ოცნებამ? აღიარებთ თუ არა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად მკაცრად იკლო დანაშაულმა, კერძოდ ტრანსპორტში ჯიბის ქურდობამ, მინების გატეხვამ, ადამიანების და მანქანების გადაცემის შემთხვევებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან, როცა კრიმინალი მართავდა ქვეყანას თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? თქვენ ამტკიცებთ, რომ ქურდობამ და კორუფციამ ნაცების ხელისუფლების ელიტარებში გადაინაცვლა და გახდა ელიტარული. თუ ასეა, რატომ იზრდებოდა კუსნაბიჯევით ბიუჯეტი შევარდნაძის დროს? სულ ორჯერად ზრდა 1996 წლიდან 2003 წლამდე და რატომ გაიზარდა იგი მკვეთრად სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დროს 15-ჯერ 9 წელიწადში? თუ აქაც და იქაც ელიტარული კორუფცია არსებობდა? რატომ არ იზრდებოდა ხელფასები და პენსიები შევარდნაძის დროს? და როგორ გაიზარდა იგი, როგორც თქვენ ამტკიცებთ, ელიტარული კორუფციისა და ქურდობის პირობებში, ანუ სააკაშვილისა და ნაციონალების მმართველობის დროს? რატომ არ გაუმჯობესდა მდგომარეობა ამ მხრივ თქვენი მმართველობის დროს? ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? თვლით თუ არა, რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მოხდა უმაღლესი მისაღებ გამოცდებზე მექტაუების ალაგმა? ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? აღიარებთ თუ არა, რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განხორციელდა 100 საავადმყოფოს მშენებლობა, ჯანდაცვის სისტემის ტექნოლოგიური განახლება და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, რისი მკაფიო მაჩვენებელი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა 70 წელი საბჭოთა პერიოდში და 74 წელი 2012 წელს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით. ვინ მიიღო უკეთესი მდგომარეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? თვლით თუ არა, რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განხორციელდა ჯარის მოდერნიზება, ნატოს სტანდარტებთან მიახლოება და ჯარისკაცების მდგომარეობის გაუმჯობესება? ვინ მიიღო
უკეთესი მდგომარეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან თვლით თუ არა რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაიწყო საყოველთაო კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია, ინგლისური ენის შესწავლა, ამისათვის აუცილებელი, რომლის წინააღმდეგაც მაშინდელმა ოპოზიციამ, მომავალმა ოცნებამ და მისმა სატელიტებმა ააგორა მძლავრი კამპანია, როგორც საქართველოს მოსახლეობის გარყვის მცდელობა, მასში ჩართული იყო სხვათა შორის სასულიერო პირებიც. ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? თვლით თუ არა რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განხორციელდა საბანკო სისტემის გამყარება? ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? თვლით თუ არა რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დროს ამაღლდა განათლებისა და მეცნიერების დონე და თუ არ თვლით, მაშინ როგორ განხორციელდა ქვეყანაში საყოველთაო კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია, მათ შორის სოფლის სკოლებში, როდესაც განხორციელდა გიორგი ვაშაძის მიერ დაპროექტებული იუსტიციის სახლები, რომელმაც გააოცა ბრიტანეთის ლორდთა პალატა სპეციალური სხდომაც კი მიუძღვნა მათ. თქვენ კი მას ზედმეტად უწოდეთ, გლეხს რაში სჭირდება იგიო, ეს თქვენი სიტყვებია. ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? თუ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მტრები არიან, რატომ დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში 2009-2012 წლებში მოსახლეობის ქვეყნიდან არა თუ გასვლა, არამედ ემიგრანტების შევარდნაძის დროს გასული დაბრუნება? ახლა კი თქვენი მმართველობის პერიოდში, რომელსაც თქვენ წარმატებულს უწოდებთ, პირიქით მოსახლეობა ისევ გაედინება ქვეყნიდან, მასობრივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ოფიციალური მონაცემები. ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის რეჟიმისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? სააკაშვილმა და მისმა პარტიამ გაიყვანა გზები სამცხე-ჯავახეთისაკენ, როცა მგზავრობის დრო 8-დან 2 საათამდე შემცირდა, ზუგდიდიდან სვანეთისაკენ, სადაც მგზავრობის დრო ასევე 8-დან 2 საათამდე შემცირდა, გომბორის გზა, რომელმაც 3-დან 1 საათამდე შეამცირა თბილისიდან თელავამდე სავალი გზა, დაიწყო ბეტონის ტრასის მშენებლობა წითელი ხიდიდან ბათუმამდე, ასევე ბევრი თანამედროვე გზების მშენებლობა, რომელზედაც თქვენი მომხრები აგდებით ამბობდნენ, გზა კარაქი ხომ არა ყურზე წაუსვათო? თვლით თუ არა რომ ყველაფერი ეს სასიცოცხლოდ საჭირო იყო ქვეყნისათვის? ვინ მიიღო უკეთესი მემკვიდრეობა ამ მხრივ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ შევარდნაძისაგან თუ თქვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან? შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს 57-ე კითხვა. 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ქვეითას საბრძოლო მანქანა ლაზიკაზე და ქალაქ ლაზიკის შესახებ თქვენ განაცხადეთ. თუ არა ახირება, აბა სხვა შეიძლება უწოდოთ ლაზიკის პროექტს, რომელსაც სააკაშვილი სთავაზობს ჩვენ საზოგადოებას. ახლა აჩემებული აქვს ლაზიკა, თუ ქალაქი, თუ ტანკი, ვის ატყუებს საინტერესოა, კაცმა არის ის ვისთვის აპირებს ახალი ქალაქის აშენებას, რა თანხებით უნდა ააშენოს, ან როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი ვინმესათვის საიმედო იყოს, ეს არის თქვენი სიტყვები ბატონო ბიძინა. აი ეს მოთავსებული არის ეს თქვენი სიტყვები აი ამ საიტზე. უახლესი წარსული ბიძინა. ამაზე კითხვა მაქვს, თუ ღრმა შუა საუკუნეებში შეიძლებოდა ჭაობზე ვენეციის, როტერდამის, სანქტ-პეტერბურგისა და სხვა ქალაქების აშენება, რატომ არაა შესაძლებელი ამის გაკეთება 21-ე საუკუნეში? რატომ შეცვალეთ აზრი ახლა, როცა მშენებლობა შეუკვეთეთ ჩინურ კამპანიას და თუ მაშინ არ შეიძლებოდა ჭაობზე მშენებლობა, ახლა როგორ გახდა შესაძლებელი?
კითხვა ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას, საპატრიარქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყრეს მეუფეს, შიოს სასულიერო პირებს. 58 კითხვა რატომ იყო აღმაშფოთებელი თქვენთვის რუსული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციების აღკვეთა დემოკრატიისა და ადამიანის უფლების დარღვევა სააკაშვილის დროს? თუ ეს ასეა და დაუშვებელია ნებისმიერ დროს ამგვარი დარღვევები, რატომ არ იღებდით ხმას შევარდნაძესა და მისი ბანდის მიერ განხორციელებულ სასტიკეებზე, როცა ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების დარღვევებით აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, ასახიჩრებდნენ, კლავდნენ დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატრიოტებს, არბებდნენ მშვიდობიან აქციებს, დევნიდნენ, კლავდნენ მის მონაწილეებს, აწიოკებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას სამეგრელოში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. თუ ნაციონალების დროს გვირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების გამო პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრებოდა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შვილი რაფალიანცის მკვლელობისათვის, დარბეული მიტინგების, ოპონენტების მკვლელობების, დასახიჩრების და სხვა დანაშაულების გამო? ვინ აგებს პასუხს 2019 წლის 20 ივნისს ახალგაზრდა გოგოზე მაკო გომურის მიერ მიტინგზე რეზინის ტყვიის თვალის დაკარგვაზე, 2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე სასტიკად ნაცემ პარლამენტის წევრ ლევან ხაბეიშვილზე, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტის სარგებლობდა, დავით ხაცარავაზე, ლაზარე გრიგორიადისზე, გია ჯაფარიძეზე, დიმიტრი ჩიკოვანზე, ასევე სხვებზე, აქციაზე დარბეულ ქალებზე, სასულიერო პირებზე, მოხუცებზე, ეპილეფსიით დაავადებულებზე, ნიღბიანი აქტივისტების სახლებთან ჩასაფრებაზე და სიცოცხლისათვის საშუალო თავდასხმებზე? შეიძლება ამას უწოდოთ დემოკრატია, მართლმადიდებლობის, ჩვენი ტრადიციების, ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა? რატომ აქამდე არ იქნა გამოძიებული ეს საქმეები? 60 თქვენი მტკიცებით არა ქართველმა ხალხმა, არამედ აშშ-მდა დასავლეთმა მოიყვანა ქვეყნის სათავეში სააკაშვილი და ელენე, რამაც თუმე ქვეყანა სწორ გზას ააცილა. ხომ არ გამოდის თქვენი ამ ლოგიკით, რომ შევარდნაძის რუსული რეჟიმი უკეთესი იყო და არ იყო შესაძლებელი? 61 რა როლს ასრულებდით ნაციონალური მმართველობის პერიოდში თქვენ, ბატონო ბიძინა, კალაძე და ენებედან ოცნებაში სხვა გადაბარგებული პირები? კითხვა ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას მის მხარდამჭერებს. ხომ არ ნიშნავს რეპრესიები, ანუ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ერთიანნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ოცნების იდეოლოგიურ მარცხს სააკაშვილთან და ნაციონალური მოძრაობასთან ბრძოლაში? 63 თუ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა აშშ-მდა დასავლეთმა მოიყვანა ხელისუფლებაში, თქვენ კი ებრძვით მას, ხომ არ ადასტურებს ეს? არა მარტო თქვენს ბრძოლას სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ სინამდვილეში დასავლეთთან დაპირისპირებასა და დასავლეთის კურსიდან გადახვევას უკვე 2012 წლიდან? 64 თუ დასავლეთი გარყვნილია და თქვენ უარს ამბობთ ევროკავშირში შესვლაზე, რაც აშკარად და მკაფიოდ ჩანს თქვენსა და თქვენი პარტიის წევრების განცხადებებში, ვინ უნდა გახდეს საქართველოს მოკავშირე მომავალში? ათეისტური ჩინეთი, თუ აშშ-ს მიერ ტერორისტულ ქვეყნად აღიარებული ირანი და ჩვენი ისტორიული მტერი, ანა ისევ რუსეთი? რადგანაც როგორც თქვენი რიტორიკიდან აშკარად ჩანს, ის თქვენთვის უფრო პერსპექტიული და ზნეობრივი ქვეყანაა, ვინაიდან ფაქტია, თქვენ იგი არასდროს მოგიხსენიებიათ უზნეო ქვეყნების რიცხვში, როგორც თქვენ მას დასავლეთზე აკეთებთ. 65 2013 წელს ქართული ოცნებისათვის სანიმუშო იყო სომხეთის პოზიცია. ახლა როცა სომხეთმა დადო ხელშეკრულება აშშ-სთან და კურსი აიღო ევროკავშირისაკენ, რამდენად მისაღებია მისი პოზიცია? 66 ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს სირიის ახალ ლიდერს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის აღიარების გამოწვევის თაობაზე. რატომ არ გააკეთეთ ეს თქვენ, ვის პრეტენზიას აცხადებთ ქვეყნის მართვაზე?
კითხვა ბიძინა იმანიშვილს ქართულ ოცნებას, საპატრიარქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს სასულიერო პირებს. განსხვავდება თუ არა თქვენი აზრით ერთმანეთისაგან ორი გაერთიანება, სუსურო კავშირი და ევროკავშირი, რომელია უფრო მისაღები თქვენთვის? სრული შემთხვევაში შემიძლია ეს კითხვები გამოგიზავნოთ ტექსტურ ფორმატში შემდეგი მისამართებიდან. აი აქ არის მითითებული ეს მისამართები და შეგიძლიათ მომწეროთ თქვენი თხოვნა. მადლობა ყურადღებისათვის.